იუსტიციის მინისტრმა მუნიციპალიტეტებში მოქმედ 27 ნოტარიუს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. მაღალმთიან დასახლებებისა და რეგიონებში დასაქმებული ნოტარიუსების ხელშეწყობა უწყების პრიორიტეტია. ნოტარიატის შესახებ კანონში ცვლილების თანახმად 2016 წლიდან ნოტარიუსობის კანდიდატი 3 წლის ვადით დაინიშნება იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება არ არის. ის რეფორმა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რამდენიმე დღის წინ, შესაძლებლობას მოგცემს, რომ ნოტარიუსი ხელმისაწვდომი იყოს უკვე გაისად ყველგან იქ, სადაც არ არის, მაგალითად ვანში, მაგალითად მესტიაში, მაგალითად ქედაში და სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ადამიანები ძალიან ნერვიულობენ იმაზე, რომ მრავალი საათი უნდა იმოგზაურონ ელემენტარულად ხელმოწერის დასამოწმებლად. ნოტარიუსთა პალატა ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალიტეტის ნოტარიუსებზე გაცილებით უფრო მეტად ზრუნავს, იმიტომ რომ მათ მეტად სჭირდებათ ხელშეწყობა, რათა ისინი ადგილზე დამაგდნენ და სერვისები უფრო სრულყოფილი იყოს. ქალაქის ნოტარიუსებს ნაკლებად სჭირდება და სწორედ ამით იყო განპირობებული საქცია, რომ სწორედ მუნიციპალიტეტებში მოქმედ ნოტარიუსებს გადაეცათ დღეს ეს საჩუქრება.